ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდულის ლიგები დატოვა დავით ჩიხრაძემ, შემოგვიერთდა ქართული ოცნების ახალგაზრდულთას, შემოუერთდა და მინდა მას გადავწე ქართული ოცნების მაისური და მაქვს ინფორმაცია, რომ კიდევ ბევრი, ძალიან ბევრი ცდილობს ჩვენთან გადმოსვლას, მაგრამ არის რაღაც დაშინების ფაქტები. აგერ ბატონ დავითს გადავწეთ ქართული ოცნების მაისური, გადაიცვას და თუ აქვს რამე სათქმელი, შეუძლიათ თქვას. მე ვარ დავით ჩიხრაძე, ვიყავი ნაციონალური მოძრაობის წევრი, მაგრამ ამ დღეებში განვითარებული მოვლენების ან პროტესტის ნიშნად მე ვტოვებ მათრიქსს და გადავდივარ ქართული ოცნების ახალგაზრდულ ორგანიზაციაში და ჩემი სურვილია რომ მოუწოდო ყველას თვალი გაახელონ ჩემ თანატოლებს, ძალიან ვთხოვ გამოვხიზდნენ და დაინახონ სიმართლე. მე დავტოვე ნაციონალური მოძრაობის რიგები დაახლოებით 1 კვირის წინ, მაგრამ ოფიციალურად დღეს წევრიანდები აქვს. ამიტომ გადმოვედი, რომ შეწრთუნებული ვარ იმ ფაქტებით, რაც დღეს საქართველოში, დღესდღეობით საქართველოში ხდება და როგორც ცდილობს საქართველოს ხელბორკილები დაადოს, ასე ვთქვათ, ქართულ ოცნებას და მის ისეთ ოპონენტს, რომელსაც მართლა არ აქვს ნაციონალურ მოძრაობას, რომ შეებრძოლოს. გავიგე რამდენიმე ადამიანისგან, რომ აპირებს გადმოსვლას, მაგრამ უმეტესობა არის ძალიან დაშინებული, ზოგს მშობლების პრობლემა აქვს, ზოგს ხანხის პრობლემა აქვს და ამიტომ თავს იკავებენ, მაგრამ იმედია თავის არჩევანს იქ ბიულეტენს შემოხაზავენ სწორ არჩევანს გააკეთებები, იყო დიალოგები, მაგრამ მე არაფრის არ მეშინია, მე უცხადებ სოლიდარობას ქართულ ოცნებას და ქართულ ხალხს. ბრიფინგი გავუმართეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ნაციონალების ოფისი უკვე ღვევას იწვევს რა, ეწყებათ უკუდინება იმ ხალხის, რომელიც მათთან მივიდა, რომელსაც შორიდან და რეკლამებიდან დანახული, ტელევიზორში დანახული ქვეყანა რეალურად დაინახეს, თვითონ მათ ოფისებშივე დაინახეს ის ფაქტები რა, როგორც იქცევიან და როგორც ექცევიან მოსახლეობას და თუნდაც კონკურენტებს. და აქედან გამომდინარე, მათი პროტესტიდან გამომდინარე, მათ დატოვეს ნაციონალების რიგები და გადმოვიდნენ ქართულ ოცნებაში. გუშინ დაახლოებით 7 ადამიანი მოვიდა, ანალოგიურად როგორც დავით ჩიხრაძე, ასევე დაახლოებით 7 ადამიანი, რომელთაც სურვილი ჰქონდათ, რომ გაწევრიანებულიყვნენ ჩვენთან, მაგრამ არ ვიცი, ინფორმაცია არ მაქვს რა, ზეწოლა განახორციელეს მათ მიმართ, მაგრამ დღესდღეობით ისინი ჩვენთან არ მოსულან. მოვიდა მხოლოდ დავით ჩიხრაძე. მაგრამ ამ დღეებში კიდევ ველოდებით რამოდენიმე ძალიან ბევრი ადამიანს, რომელიც შემოუერთდება ჩვენ ლიგებს. და ეს არ იქნება მარტო ნაციონალების ოფისებიდან, ესენი იქნებიან ის მასწავლებლები, ის საჯარო მოხელეები, რომელთაც ამდენი ხნის განმავლობაში აიძულებდნენ, რომ მათ გვერდით ყოფილიყო.